მუჰამმედ შუამავალს სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ აქვს თუ არა ჰალალის და ჰარამის დაწესების უფლება. ეს საკითხი საკმაოდ აქტუალური თემა არის ზოგიერთ წრეებში. სამწუხაროდ არიან ზოგიერთი ისეთი განსხვავებული შეხედულების მქონე ხალხი, რომლებიც ცდილობენ ხალხის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათი ძირითადი მიდგომა არის შემდეგი, რომ ჩვენთვის ყურანი კერიმი საკმარისია, აღარ გვჭირდება ჰადისი, აღარ გვჭირდება სუნნეთი, შუამავალ ალეიჰი სალათუ ვესალამს ჰალალის, ჰარამის, რაიმე მსგავსი გადაწყვეტილების უფლება არ აქვს და ასე შემდეგ. მუჰამმედ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალემ რომ ალლაჰის შუამავალია ამის წამს. ამაში ეჭვი არ არსებობს. მაგის რწმენის გარეშე შეუძლებელია ვინმე მუსლიმად ჩაითვალოს. ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ის ჩვენ მაგალითად გამოგვიგზავნა, ამაშიც ეჭვი არ არსებობს ესეთ წამს. პირდაპირ ყურანი კერიმში მოგვიწოდებს, რომ უეჭველად ალლაჰის შუამავალში თქვენთვის საუკეთესო მაგალითია. თუ საუკეთესო მაგალითია იგი, მაშინ ჩვენ რატომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ მისი სიტყვა გავითვალისწინოთ თუ არა? მისი საქციელი მაგალითად დავიდგინოთ თუ არა? ყურანი კერიმი საკმარისია, რა თქმა უნდა. ყურანი კერიმი თვითქმარი წიგნია და მასში შერიათი ახსნილი არის, გადმოცემული არის. მაგრამ აქ კითხვა შემდეგნაირად უნდა დავსვათ, ასე კი არა? ანუ შეცდომა არის ის, რომ ყურანი საკმარისი არის თუ არა? ასეთ შეკითხვის დასმა შეცდომა არის. სწორი შეკითხვა იქნება ჩვენი ცოდნა, ჩვენი გონების გამჭრიახობა, ჩვენი გამოცდილება საკმარისია დამოუკიდებლად ყურანი წავიკითხოთ და ამ ყველაფერში ჩავწვდეთ, უშეცდომოთ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას რომ მოეწონება იმ ფორმით შევასრულოთ ყველაფერი, ამისთვის ჩვენ თუ ვართ საკმარისი. თუ გჭირდება ვიღაცამ გაგვიმართოს, ნიმუში გვაჩვენოს, რომ ყურანში ეს იგულისხმება, ალლაჰმა ეს გვიგზანა, ეს აგვიგზალა და ასე შემდეგ. აი, ასეთნაირად რომ დავსვამთ შეკითხვას, მაშინ მივიღებთ სწორ პასუხს, რომ ჩვენ ყურანი კერიმი თვითქმარი კი არის, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ დონეზე. არ გაგვაჩნია ის ცოდნა, ის სიბრძნე, ის შეფასების უნარი, ის გამოცდილება, რომ შუამავლისგან დამოუკიდებლად ვიხელმძღვანელოთ ყურანით. ამიტომ ეს ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ არ იცოდა, რა თქმა უნდა, იცოდა და ამისთვის მარტო კითაბი კი არა, მასთან ერთად შუამავალიც გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ მას მიხკევითო. ერთ-ერთ აიეთში ბრძანებს, რომ ვინც ემორჩილება შუამავალს, უეჭველად ის ალლაჰს ემორჩილება. რადგანაც შუამავლისგან ისეთი არაფერი მოდის, რაც ალლაჰს არ მოეწონება. მეორე აიათში ბრძანებს, რომ რასაც მოგცემთ შუამავალი ის აიღეთ, რასაც აგიკრძალავთ იმას განერიდეთ. როდესაც საჰაბები შუამავალ ალეიჰისალათუ ვესალამის სიტყვებს იწერდნენ, ისინი ცდილობდნენ მისგან რასაც გაიგონებდნენ, ყველაფერი ჩაეწერათ. ზოგიერთები ამის გამო აფრთხილებდნენ მათ და ეუბნებოდნენ, რომ შუამავალი ხანდახან ხუმრობს. ხანდახან გაბრაზებულია და ცოტა ბრაზით საუბრობს. თქვენ ყველაფერს ნუწერთ. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალემ შეაწყვეტინა ალლაჰს ვიცავარ ამ ორ ტუჩ შორის ჭეშმარიტების გარდა სხვა არაფერი გამოვა. ამ ორ ბაგეს ჭეშმარიტების გარდა სხვა არაფერი გადმოსცდება. თუნდაც ვიხუმრო, თუნდაც გაბრაზებული ვიყო, თუნდაც დამწუხრებული ვიყო. ამიტომ შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალემ ჩვენთვის არის უნაკლო მაგალითი. ჰალალ ჰარამის დაწესებას ზოგიერთი ისე აღიქვამს, რომ თითქოს შუამავალ ალეიჰისალათუ ვესალამმა დაჯდა და ყურანის პარალელურად თალკე ახალი კანონები, ახალი წესები შეიმუშავა ყურანის პარალელურად და თითქოს ეს ყურანს ეწინააღმდეგებოდეს. არ ასეთნაირად არ არის.
შუამავალ ალეისალათუ ვესელამი პრაქტიკაში ათჩვენებდა მორწმუნეებს თუ როგორ უნდა ეცხოვრათ ყურანის მიხედვით. და სხვადასხვა საკითხები რომ წამოიჭრებოდა, ამის განმარტებებს აკეთებდა ხან თავისი სიტყვით, ხან თავისი საქმით და ასე შემდეგ. შუამავალ ალეისალათუ ვესელამი საუბრობდა, ხო? შუამავალ ალეისალათუ ვესელამი დავალებებს აძლევდა მორწმუნეებს, ხო? და შუამავალ ალეისალათუ ვესელამს იყო შემთხვევები, როდესაც შუამავალ ალეისალათუ ვესელამს არ მოსწონდა რაღაც საკითხები და ეუბნებოდა, რომ ეს ან გააკეთეთ, ან არ გააკეთოთ და ასე შემდეგ. და შენიშვნებს აძლევდა მორწმუნეებს. სწორედ მისი სუნნეთი ამ ყველაფრის კრებული და ამ ყველაფრის ერთობლიობაა. ახლა ჩვენ ასეთნაირად ის როგორც ვთქვი, რომ ის არ დამჯდარა და ცალკე რაღაცა კი არ დაუწერია. ეს იყო ცხოვრება მიმდინარეობდა, ისინი ცხოვრობდნენ ისლამით, ახალმოსული ვაჰის მიხედვით და შუამავალ ალეისალათუ ვესელამიც ამის პრაქტიკულ მაგალითებს აჩვენებდა. როდესაც შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა უთხრა საჰაბებს, რომ რაღაც საკითხზე რომ ეს ასე გააკეთეთ, ამის გაკეთება ჰალალია თუ ჰარამი? რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჩვენთაგანი იტყვის, რომ შუამავალი თუ ამბობს ასე გააკეთეთ, ჰალალია. დაწესდა ჰალალის. შუამავალ ალეისალათუ ვესელამს რაღაცა არ მოეწონა, უთხრა ასე ნუიზამთო. შუამავალ ალეისალათუ ვესელამის სიტყვის საპირისპიროდ მოქმედება ჰალალია თუ ჰარამი? რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანი იტყვის, რომ ჰარამია. დაწესდა კიდევ ჰარამი. აი სწორედ ასე ხდებოდა ჰალალის, ჰარამის შუამავალ ალეისალათუ ვესელამის მხრიდან დაწესება. თორემ ყურანის საწინააღმდეგოდ, ყურანის პარალელურად მას არაფერი არ დაუწესებია, არ დაუწერია. და ძალიან ბევრი საკითხები. ყურანი კერიმი ჩვენ გვიბრძანებს ნამაზი ილოცეთ, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული რამდენი მუხლი უნდა ვილოცოთ. არ არის დაკონკრეტებული, რომ ორჯერ სეჯდე უნდა გავაკეთოთ და ერთჯერ რუქუი. ყურანში არ წერია მსგავსი რამ. ეს ყველაფერი შუამავლის გამოდის. აი მაგალითად ცოტა ხნის წინ ჩვენ ვილოცეთ აღშა ნამაზი. აღშა ნამაზი 3 მუხლად ვილოცეთ. 3 მუხლად ვილოცეთ. ყურანი კერიმში არ წერია, რომ 3 მუხლი ილოცეთო. მე ვსვამ ახლა შეკითხვას. აღშა ნამაზის 3 მუხლად ლოცვა ჰალალია თუ ჰარამი? ჰალალია, რა თქმა უნდა, ასეთ შეკითხვა იქნება, გაგიკვირდება ხომ ადამიანი. იმ შეხედულებას თუ დაუჯერებთ, შუამავალ ალეისალათუ ვესელამს არ აქვს ჰალალ ჰარამის დაწესების უფლება. ესე იგი რა უნდა ვქნათ? ყველამ ჩვენი ჭუით რამდენი მუხლიც გვინდა, იმდენი უნდა ვილოცოთ, იმიტომ რომ შუამავალს არ აქვს ამის ხმის უფლება. ეზანის შესახებ ყურანში არ წერია, მაგრამ ყველა ნამაზის დროს ეზანს კითხულობთ, ეზანის კითხვა ჰალალია თუ ჰარამია? შუამავალ ალეისალათუ ვესელამს თუ არ აქვს ამის უფლება, რომ დააწესოს ეზანი? და ასე რომ გავყვეთ ყველა იბადეთში დეტალები არის შუამავლის დაწესებული. თუ კი შუამავალს ამის უფლება ჩამოართმევთ, მაშინ რა დაგვრჩება? ამიტომ ნუ მოუწყვილდებით ძვირფასო მუსლიმებო ასეთ ხალხის საუბარს. შეალამაზებენ, თითქოს დაგვეუბნებიან, რომ ყურანი ძვირფასი წიგნია, ყურანში ყველაფერია, ყურანი საკმარისია, კი ბატონო, ამენა, ამის ჩვენს ვგერავს, ჩვენს გწამს. მაგრამ ეს არის ლამაზის სიტყვები, რომლითაც შეფუთულია უშუამავლო უფეიღამბერო მუსლიმანობა. უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს. მედინაში ორ მუსლიმ შორის, მედინელსა და მექქელს შორის მოხდა უთანხმოება. უთანხმოება ეხებოდა ბოსტნის მორწყვას. წყალი პირველი რომელმა გამოიყენოს. წყალი პირველი რომელმა გამოიყენოს ამ თემას ეხება უკან. არა მე უნდა მოვწყო პირველი შემდგომ შენ, არამედ ამაზე კამათობენ. რომ ვერ შეთანხმდნენ, მივიდნენ შუამავალთან სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემ. და უთხრეს რომ რომელია ჩვენ შორის მართალი. შუამავალ ალეისალათუ ვესელამმა ახედა სიტუაციას, წყალი მდინარე კი არ მოედინებოდა. წვიმის წყალი გუბდებოდა სადღაც ერთ ადგილას და იქიდან არხს გაუკეთებდნენ და გადაიყვანდნენ ფინიკის ხურმებს ცხავდნენ. შუამავალ ალეისალათუ ვესელამმა შეხედა გუბესთან ახლოს მედინელის ბაღია, გუბესგან მოშორებით მექქელის. თუ ჯერ მედინელი მოწყავს,
პირველი ახლოს ვინც არის, გუბეში წყლის დონე დაიწევს და უკვე მეთქელის მაგთან წყალი აღარ მიაწევს. ამიტომ მეთქელს უთხრა რომ ჯერ შენ მორწყე, წყლის დონე რომ დაიწევს მედინელი გუბის გვერდზე არ და მაინც მორწყავს. მედინელს ეს არ მოეწონა. შუამავალ ალეისალამის თვითონაც მეთქელია მეკკედან მუშრიკებს გამოექცნენ და ჩამოვიდნენ შეეხიზნენ მედინელებს. შუამავალ ალეისალამს ეუბნება რომ შენ მეკკელს მუდეკ ხომო? შენი კუთხის კაცს მუდეკ და ის გაამართლე. ამის შესახებ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ჩამოავლენს აეთს. ნახე ახლა ამ სიტუაციაში შუამავალ ალეისალამის სიტყვის გათვალისწინება ჰალალია თუ ჰარამი? ჰალალია ვთქვათ, შუამავალს არ აქვს ჰალალის დადგენის უფლება. ჰარამია ვთქვათ, მაგის უფლებაც არ აქვს. მაშინ რა ვქნა შუამავალს საჭირო აღარ ყოფილა. აღარ ყოფილა შუამავალს საჭირო. რაფეს ჩვენი ჭკუა მოშრის ისე დავქნა. ყველა მის ჭკუაზე ია. იქნება მე რაღაცა, მე შეიძლება არ ავწებო. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა სურა ნისას 100 ბოდიში სურა ნისას 65 აიათში ზანებს რომ ფელა ვა რაბბიკე ფიცავარ შენს ღმერთს. ლა იუმინუნ ჰატა იუჰკიმუკე მორწმუნეთ არ ჩაითვლებიან ეგ ხალხი ვიდრე შენ არ დაგადგენენ მსაჯულად. ეს ხალხი გაიძახია რომ მსჯავრისდება მსაჯულობა, ხოლო ალლაჰს ეკუთვნის შუამავალს არაო. აი ალლაჰ იმდანებს რომ სანამ შენ მსაჯულად არ დაგიდგენენ, მაგრამ მორწმუნებად არ შეეცნენ. ბიმა შეჯერე ბეინეჰუმ რაზ უთანხმოებაც არის, რაც ხდება მათ შორის იმ საკითხში, შენ სანამ მსაჯულად არ ჩაგიწევ. ثم لا يجدون في أنفسهم حرجا مما قضيت ويسلموا تسليما. და შემდგომ სრული მორჩილებით თუ არ ჩაბარდებიან შენს მიღებულ გადაწყვეტილებას. მანამდე ეგენი მორწმუნებად არ ჩაითვლებიან. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბზარს. პირდაპირ შუამავალ ალეისალამს მიანდო ამ საკითხში გადაწყვეტილების მიღება. კიდევ სურა არაფის 147 აიათში ვკითხულობთ რომ 147 აიათში ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ჩვენ შუამავალზე საუბრობთ მუჰამედ შუამავალზე რომ ის წინა წიგნებში ინჯილში და თევრატში იყო ნამახარობლები აღწერილი იყო და რანაირად იყო აღწერილი ამაზე საუბრობს ნახეთ ელლეზინე იეთბიუნ არ-რასულ ან-ნაბიy al-ummiy ის ხალხი რომლებიც მიხვებიან შუამავალს წერა-კითხვის უთოდინას ელლეზი იჯიდუნეჰუ მექტუბენ عندهم في التوراة والإنجيل ის ხალხი ანუ საუბარია იმ ხალხზე რომლებმაც იმ წინა შუამავლების უმმეთიდან იყვნენ და შემდგომ ისლამი მიიღეს. ისინიო თავიანთ წიგნებში თევრატში და ინჯილში ნახულობდნენ მას ჩაწერილს როგორ يأمرهم بالمعروف მათ სიკეთეს მოუწოდებს ينهاهم عن المنكر უკეთურებას აუგზავნავს ويحل لهم الطيبات და მათ კარგი სუფთა სპეტაკი რაც არის იმას ჰალალად უწესებს ويحرم عليهم الخبائث და რაც რომ ბინძურია, ცუდი და არასწორია იმასაც ჰარამად უწესებს. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ბრძანებს ასეთნაირად ახასიათებს შუამავალ ალეისალამს სურა არაფის 147 აიათში რომ ის იქნება ჰალალის და ჰარამის დამწესებელი. ამ თემაზე მე ადრეც მაქვს ლექცია ჩატარებული დაახლოებით 1 საათიანი, სადაც აიათები, ჰადისები, სწავლულების შეხედულებები და ასე შემდეგ მაქვს მოყვანილი. დღეს ამ ხელა გაგრძელებას არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს, თუმცა დაინტერესებულებს შეუძლია იქ უფრო დასაბუთებულად და უფრო დაწვრილებულად ნახონ და მოусმინონ იმ ლექციის ჩანაწერს.